კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო. კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა არ მომბეზრდება თქვენთვის მადლობის თქმა თქვენი ნდობისა და ერთგულებისთვის და დღევანდელი კი არა, ეს გაშლა, თორე დღეს სხვა გაშლაც ჩაგიწერეთ და გეთაგიდეთ უკვე. სხვა შორის ძალიან საინტერესო გაშლა, რომელიც დავდე რასურს კონკრეტულ ადამიანში, კონკრეტულ ურთიერთობაში ქალს და რასურს მამაკაცს. რატომღაც როგორც ჩანს სათაურების მიხედვით ასელექცირებთ თქვენ გინდათ თუ არ გინდათ და უყუროთ თუ არ უყუროთ ამ გადაწყვეტილებას სათაურების მიხედვით იღებთ და მე გირჩევთ რომ მაინც შეხვიდეთ და ნახოთ, იმიტომ რომ შეიძლება ბევრმა სათქვენო ინფორმაცია დაიჭიროთ. უბრალოდ იქ ისეთი გაშლა გამოვიდა, რომ ვფიქრობ, რომ ბევრისთვის საჭირო ინფორმაცია გავაჟღერე. თუმცა რა თქმა უნდა ეს თქვენი ნება, მე უბრალოდ ვსარგებლობ და გეუბნებით აქ. და ვნახოთ ახლა რისი თქმა მინდა გაშლა ეხება მოკლედ უბრალოდ ასეთ თემაზე მინდა გავაკეთო, მოგვარდება თუ არა თქვენი პრობლემა. და სანამ გაშლას დავიწყებ, გეტყვით ასეთ რაღაცას, რომ შიში ვისია, აი კითხვას გისვამთ, ვის მიერია, ანგელოზის მიერი და ღვთაებრივია თუ ეშმაკისეულია და ესეთი შავბნელი ძალების შიშს ვინ თესავს, ვისაც ღმერთის წამს. ნუ ღმერთს გავანებოთ ხო, გამჩენი დავარქვათ, არც ბუნების ძალები დავარქვათ, რაც გინდათ დავარქვათ. ნუ ვიღაცას რელიგიური, ასე ვთქვათ, გრძნობები რომ არ შეგულახოთ, ხო? არ აქვს მნიშვნელობა რას დავარქმევთ. როცა შენ სამყაროს ენდობი, როცა შენ ზებუნებრივ ძალებს ენდობი, შიში პრაქტიკულად აღარაფერია, ხო? ერთია სიფრთხილე და რისკების შეფასება, მაგრამ მეორეა შიში. ძალიან არ ვემხრობი, მე დარწმუნებული ვარ, ალბათ არ ვიცი, თუმცა ეჭვმეპარება, იმიტომ რომ მე მაგალითად ნამდვილად არც ერთ ტაროლოგს არ ვუსმენ. იყო პერიოდი, როცა რუს ტაროლოგებს ვუსმენდი, მაგრამ ახლა ამ ეტაპზე ნამდვილად ფიზიკურად რო აღარ მრჩება და ვიღარც მათ ვუსმენ და ქართულ სივრცეს ხო საერთოდ ვერ ვადევნებ თვალს. არ ვიცი, შემოსულაც არავინ მეყურებს ჩემი კოლეგა, მაგრამ ვთქვათ და მიყურებს, ხო? აბსოლუტური პასუხისმგებლობით და არგუმენტირებულად ვიტყვი, რომ არ შეიძლება კატეგორიულად ადამიანებში შიშის დათესვა. მე ზღაპრებს კი არ ვუყვები კაცო ვინმეს, მეც ვაჟღერებ ნეგატიურ ინფორმაციებს საჯარო გაშლებში, პირადში მით უმეტეს ჩემთან მოსულმა გოგოებმა კი იციან. მტრისას დაავს, შეიძლება ისეთი ვუთხრა ხოლმე, მაგრამ იმასაც ვფუთავ ისე, რომ არიან ლაბილური ფსიქიკის გოგოები. მე გოგოები მყავს ისეთი, შეიძლება ისეთ სტრესულ სიტუაციაში იყვნენ, რომ არ ვიცი, ია რომ ვფუთხო, ის ვერ გაიგონიცებ რას ნიშნავს. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ შესაბამისი ინტელექტი არ აქვს თან განათლება. დასტრესილები არიან ისეთ თავიანთი პრობლემების ფონზე და უცებ შეიძლება შემომტრიალო მკითხვა, რომ რა იქნებ და თან ბოდიშებს გიხდიან, რომ იცის რა რაღაცა ვეღარ მივყევი. ფანტასტიკური გოგოები არიან, მაგრამ არიან ისეთი გამოცდილებით მოსულები, რომ აქ ვიყავი და მითხრეს, რომ შენ ისეთი უბედურება გაქვს გაკეთებული, ამას წლები დაჭირდება, ამას ის უნდა. დღეს თუ არა ხვალ მოკვდები, მოკლედ. როგორ შეიძლება ხალხო? მე მედიცინაში ვარ წინააღმდეგი, რომ ასე პირდაპირ მიახალო ადამიანს რამდენი დღის სიცოცხლე გაქვს დარჩენილი. იმიტომ რომ კაცმა არ იცის მისი მყისიერი რეაქცია როგორი იქნება და ის ამ ინფორმაციას როგორ გადახარშავს. და ხვალ რომ შეიძლება სულ ტყუილი აღმოჩნდეს ის დიაგნოზი, მე სად მიდიხარ. სულ ვამბობ დახვრეტა ჯობია დახვრეტის მოლოდინს, ხო? ამიტომ არ შეიძლება ჩემო კარგო ადამიანებო შიში ნუ იცხოვრებთ ნუ რავი. როგორც კი თქვენ მოექცევით გარკვეული შიშის საბურველში, იცოდეთ რომ მე თქვენ გმართავენ შავი ძალები ადამიანების ხელით, ხო? ეს იქნება არ ვიცი არასწორი ეზოთერიკოსი, რომელთანაც მოხვდებით და რაც ხართ და არა ხართ 1000 ბაქს ჩამოგაფ ფენტჰაუზე. ეს იქნება თქვათ ვიღაცა თქვენი შურიანი კოლეგა, არ ვიცი, თქვენი არასწორი ტოქსიური პარტნიორი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ აი ძალიან სწორად მიუდექით სიტუაციებს და იმისგან რა ქვია, კოღოს გასპილოს ნუ შექმნით. თორე თქვენს თავს გაინადგურებთ. შიში ეს არის ყველაზე საშინელი რამ სამყაროში. აი როგორ გითხრათ, არ ტკივილზე უარესი ქმედ, გავლენა აქვს ადამიანის როგორც ფიზიოლოგიაზე, ნუ ფსიქიკაზე ხო აქვს და აქვს.
შესაბამისად ძალიან გთხოვთ, აი ისწავლეთ თქვენი ემოციების მართვა, ხო? ნუ მიიღებთ, აი მეც თუ რაღაცას ისეთ ვაჟღერებ, რაც თქვენთვის სიამოვნოა, გაეშვით რა, ნუ მიყურებთ, რა პრობლემაა ის ერთი გაშლა ჩააგდეს, თქვათ რაღაცა თუ არ მოგეწონათ, ხო? ადამიანთან თუ თქვენ კომფორტულად ვერ გრძნობთ თავს და ან თუ სულად ტელევიზორს უყურებთ და რაღაცამ დაგგრუზათ, ან სკროლავთ რაღაცა სოციალურ ქსელში, ხო? გაეშვით, გაანებეთ თავი. იმიტომ რომ გარე ზემოქმედებით ნუღა დაისტრესავთ თავს, იმიტომ რომ ირიბის ზემოქმედება იმდენი გვაქვს მალული და ფარული, რომელსაც ჩვეულებრივ რიგითი ობილატელი და ადამიანი ვერ მიხვდება, რომ ნუ ახლა კიდე ზემოდან გაცნობიერებლად ნუ დაიმატებთ რაღაცებს ძალიან გთხოვთ. მერე მეორე შეიძლება გითხრათ ვიღაცა ადამიანმა, ვისთანაც მიხვდეთ ეს საშინელებები, მაგრამ ნუ დაფილტრეთ რა თქვენს გონებაში და მერე აწონ-დაწონეთ, რამდენად ეს შეიძლება რეალობა იყოს და თუ რეალობაა, იფიქრეთ, ფოკუსირება მოახდინეთ გამოსავალზე და არა ვთქვათ იმაზე, რომ უი თურმე ეს რა მჭირს. სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა, სულ ვამბობ და სიტყვებთან იყავით ძალიან ფრთხილად, როგორც საუბრისას, ისე სმენის დროს. ამიტომ პრობლემა გაქვთ, გასაგებია რომ პრობლემა გაქვთ, მაგრამ გაიხსენეთ რომ ცოცხალი ხართ. ანუ შესაძლებლობებიც გაქვთ და შანსებიც. ერთადერთი გამოუვალი სიტუაცია არის სიკვდილი, სულ ამას ვამბობ. დანარჩენს ყველაფერს აქვს გამოსავალი, თან არაერთი, მინიმუმ 3. და სხვათა შორის ადიპ ჩოპრას აქვს ნათქვამი, ესეთი ციტატას მოვიხმობ მისგან, რომ როცა სამყაროში ვეღარაფერს კარგს ვეღარ ხედავთ, თქვენ სამყარო ისე გამოგაწრთობთ, ისე გამოგზრდით, იმედენ რაღაცას გაჩვენებთ, რომ თქვენ გახდებით ჯადოქარი და შემდეგ უკვე სამყაროში კი არ იცხოვრებთ, სამყარო იცხოვრებს თქვენში. რატომ არის მეგობრებო, დააკვირდით? მაჩვენეთ მე ეზოთერიკოსი, რომელსაც ძალიან მარტივი და ჭრიჭინასავით განვლილი ცხოვრება აქვს და მე გეტყვით თქვენ, რომ რაღაცა ისე არ არის. და თუ ისია ყველაფერი, როგორც რეალურად ჩანს, მე საჯარო ბოდიშს მოვიხდი. რატომ არის რომ ყველაზე ღირებული ფილმები, ყველაზე ღირებული ნაწარმოებები, ყველაზე ღირებული არ ვიცი სიმღერები, კომპოზიციები, მელოდიები, ლექსები შექმნილია ძალიან დიდი ტკივილის საპირწონედ. რატომ არის? ბედნიერი ადამიანები ტარას არ უყურებენ. ისევე როგორც ბედნიერი ადამიანები უბრალოდ არ ცალიათ საერთოდ რომ დასხდნენ რაღაცები წერონ და იქ ფილოსოფიურ წიაღსვლებში წავიდნენ. სოკრატე ძალიან რო გვიყვარს. მაპატიეთ უკაცრავად ამ ნათქვამისთვის, მაგრამ ისე უკაკუნებდა თავში თავის ცოლი, მეტი რო არ შეიძლება. რომელი ერთი მოგიყვანოთ კიდე. და მე ზოგჯერ როცა ადამიანს ვეუბნები რომ და გაიღიმო და სტანდარტულად ჟღერს ეს ჩემი ნათქვამი, მე შემწხვება ხოლმე, იმიტომ რომ მეც ხომ ვიყავი იმ სიტუაციაში, მე ვიღიმოდი, მქონდა ამისი ძალა. მოდი რა, ჯერ ჩემთან ერთად გადახარში ის ტკივილი, რაც ამ წუთას მე მაქვს და მე ერთად გავიღიმოთ. ერთად ვიპოვოთ გზა, როგორ გავიღიმოთ. თორემ მარტივია, გაიღიმე და ეგ არის. ხო, კიდე რა მინდა გითხრათ, ხო? ფანტასტიკურია. ორჯერ ორია, ჩემთან მოსულ გოგოს უთხრა, რომ პაუზაზე რომ არის, არ ვიცი, ვიღაცა თავის პარტნიორთან და ურთიერთობა გაწყვეტილია, მაგაზე მარტივი რა არის, უთხრა, რომ დაანგრია ჩამოშორი. დაანგრევაზე მარტივი რა არის, მეგობრებო. სული შეფერვა და всё არაფერი აღარ არის. თქვენ ის მითხარით, როგორ შეინარჩუნო სიტუაცია. ახლა ვიღაცა გამომიხდება აქ ოპონირებაში, რომ შესანარჩუნებელი თუ არა თქვინდა ეგეთი. მე ამ შესანარჩუნებას არ ვამბობ. ამინდი ყოველთვის ერთი გვაქვს. სისარტყელის წინ ძალიან ხომ არ წვიმს ხოლმე და ქუხს ხოლმე. კი ბატონო, ასია. ნახეთ, მე როცა ვხედავ, რომ იქ ენერგეტიკული მთლიანობა შენარჩუნებულია, ემოციური ბმა დარჩენილია და ცოცხალია კავშირი, როგორ უნდა ვუთხრა, რომ დაივიწყე გაუშვი და ერთი რატო ნერვიულობ. რას გერატო, ისიც ნერვიულობს, ვხედავ. თუ ექიმივით თავი დავიზღვიო და ყველაზე ცუდი რაღაცები უთხრა, რომ მე კარგი რომ მოხდება, იცი, მე დავინახე, მე ვიცოდი, მაგრამ ნუ უბრალოდ არ გითხარ, იმიტომ რომ ვაიდა, არა მეგობრებო, ეს არ არის სწორი, ეს არ არის სიმართლე. ჩვენ არ გვაქვს უფლება ადამიანების ემოციებზე ვითამაშოთ. არ გვაქვს უფლება ხელოვნურად რაღაცები ჩავკეტოთ იქ, სადაც ჯერ კარები ღია უნდა იყოს.
მიმიხვდით ხო, რასაც ვლაპარაკობ და რასაც გულისხმობ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ნებისმიერი სივრცე, სადაც თქვენ არაკომფორტულად გრძნობთ თავს, ჩაბარეთ წარსულს. ვიღაცას ჩემი საუბარი არ მოსწონს, რატომ ისმენთ? რატო იკლავთ თავს, კაც ვინ მოგისაჯათ? ზოგადად ვამბობ, ხო? всё, ასკროლეთ. всё, გადაიტანეთ ეს ჩემი ვიდეოები და მიყურებთ. არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს თავისუფალი ნების პირობებში იჯდეს და ახლა რაღაცას ძალადობრივად და ხელოვნურად უყურებდეს. ამიტომ ძალიან გთხოვთ, განსაკუთრებით 40+ საზოგადოება, გაუფრთხილდით საკუთარ თავს, საკუთარ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ თქვენ ისეთ ასაკში ხართ, როცა უკვე ზაფხულის და შემოდგომის გზას გასაყარია, მეტაფორულად რომ ვთქვათ, ხო? და წინ გაქვთ ერთი აფერადება, ერთი აალება, ერთი ცეცხლოვანი გაელვება კიდე თქვენი ცხოვრებისეული ეპიზოდების და თქვენ მთელი ეს ენერგია უნდა გადაქაჩოთ აი ამ პოზიტივზე და არა იმაზე, რომ ახლა სახე იხოკოთ და შიშებში და ნერვიულობებში იცხოვროთ. ამისი ფიზიკურად ჯანმრთელობის რესურსი აღარ მოგცემთ ამის უფლებას დამერწმუნეთ რა. ის, რასაც 18, 25 და თუნდაც 35 წლის ასაკში იტანდით, 42 წლის ასაკში ვეღარ გადახარშავთ, ვეღარ მოერევით. ამიტომ ახარ გავაგრძელებ. და ნახოთ ახლა, მოგვარდება თუ არა თქვენი პრობლემა. პირველი, მეორე ვარიანტი და აგიტის დასტავიღოთ. ნახოთ, ჯერ ვისთვის არის გაშლა. პატარა სიგნიფიკაციას მაინც გავაკეთებ. ოხო, არც მეტი, არც ნაკლებით ასების მეფე. შეიძლება ოჯახიანი ადამიანი მიყურებდეთ, ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ისე, აი როგორ გითხრათ, ემოციურ, ინტელექტუალურ, საზოგადოებრივ მთლიანობაში ხართ, ხო, სისავსეში ხართ, არ გაკლიათ აღიარება, არ გაკლიათ სტატუსი, არ გაკლიათ პატივისცემა, არ გაკლიათ ფული, არ გაკლიათ, ვთქვათ, პოზიცია. მოკლედ, აი ყველაფერი გაქვთ საიმისოდ, რომ ემოციური სიჯანსაღე გქონდეთ შენარჩუნებული. ძალიან ზრუნველი, ძალიან კეთილი, ძალიან დადებითი ადამიანი, სხვა შორის ძალიან კარგად მოსაუბრი ადამიანი, ოღონდ ცოტა პასუხისმგებლობის აღება რომ უჭირს ხოლმე, აი ესეთი ტიპის ადამიანია, რომელიც ძალიან ფრთხილია ზოგადად პასუხისმგებლობის აღებაში. ნახეთ, მას შეუძლია პირობითად საკუთარი ძმისშვილი დოტაციაზე დასვას. ნახეთ, საკუთარ ჯიბიდან უხადოს ფული, მაგრამ არ დაასაქმოს საკუთარ კომპანიაში თუ არ არის მასში დარწმუნებული. აი დაახლოებით მიმიხვდით ხო რა ტიპის, რა კატეგორიის ადამიანი უნდა იყოთ. ამავდროულად შესაძლოა ვინმე შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელიც იყოთ, დიპლომატიური სფეროს წარმომადგენელი იყოთ, წყალთან რაიმე შეხება გქონდეთ, მეზღვაური ან მსგავსი, ანუ არ ვიცი, წყალთან აქტიური შეხებით და ვინმე შესაძლოა საკომუნიკაციო სფეროს წარმომადგენელიც ბრძანდებოდეთ. ვნახოთ, მოგვარდება, ჯერ თქვენი პრობლემა ვნახოთ რა არის უკაცრავად. რა არის თქვენი პრობლემა და მე ასე სამი არკანით დახურულად ვნახავ, მოგვარდება თუ არა. რა არის თქვენი პრობლემა, ნახეთ. არ ვიცი, აქ რაღაც ცოტა ფინანსურ მაქინაციებს მიჩვენებს, რომელიც ძალიან დიდი ტვირთად გადებთ. შეიძლება ვინმე რამე მოგპარათ, ვიღაცამ რაღაცაში გაგაცურათ, ან ეს უფრო მგონია, იმიტომ რომ ხა სიგნიფიკაციით რაც გამოходит, თქვენ აქ თაღლიც და ქურც არ უნდა გავდეთ, არც მოღალატეს. აქ მგონია, რომ ვიღაცამ ძალიან არასწორად მოგექცათ, აქ ქონდა ადგილი ტყუილს, ღალატს, ფინანსურადაც ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდით, შესაძლოა ვიღაცამ ფულიც გესესხათ, არ დაგიბრუნეთ, ან რაღაც თანაინვესტირება მოახდინეთ და აქაც ეს ყველაფერი უფრო ტვირთად დაგაწვათ, ვიდრე ვთქვათ მოგება მოიტანა, ეს რა გადმოფრინდა თავისით, ვნახოთ და რა გეჩქარებათ, აბა რა გეჩქარებათ ახლა და ამ წუთას გადაწყვეტილების მიღება. რა გადაწყვეტილების რომ ამ სიტუაციიდან, აი ამ მდგომარეობიდან როგორმე განიკურნოთ, გამოხვიდეთ,
როგორღაც და ასე ვთქვათ, მთლიანობას თუ ვერ, რაღაცა ნაწილი მაინც დაიბრუნოთ თქვენი ენერგიის, თქვენი გაცემული დოვლათის და თუნდაც მატერიის, არ ვიცი, ხო? ძალიან რთულ სიტუაციაში ხართ აქ ფსიქოლოგიურად, ვიღაცა შეიძლება ცუდადაც იყოთ რეალურად და ის განკურნების და აი ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ენერგია და აი ამ ეტაპს გადიხართ აქ და ახლა. რეალურად ეს პრობლემა მოგიგვარდებათ? უი, აუცილებლად, მეგობრებო, აუცილებლად 3 მაღალი არკანი ერთად. მზის არკანი, მაგის არკანი და ზომიერების არკანი. აუცილებლად გაიმარჯვებთ ამ ყველაფერში, აუცილებლად მიიღებთ ბალანსს და ჰარმონიას იმ სიტუაციაში, რაც ვთქვათ, დაგაკლეს, იმას თქვენ აუცილებლად აინასხაურებთ. აქ მე მეტი გაშლა არც უნდა გავაკეთო. აქ დიდი ალბათობით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაღაც სამსახურებრივ ფინანსურ თემას ასე ვთქვათ, ეხება ეს სიტუაცია და აი ამ მდგომარეობიდან თქვენ გამოხვალთ აუცილებლად გამარჯვებული. კაი, მოდი უბრალოდ ვიკითხოთ რა პერიოდში და რა დროში, ხო? დაახლოებით რა დროში შეიძლება ეს მოგვარდეს. რა დროში შეიძლება მოგვარდეს. სხვათა შორის ეს შეიძლება მთვარის ფაზასაც დაემთხოს, არ გამოვრიცხავ და ეს იყოს სავსე მთვარეობის პერიოდში. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ გარკვეულწილად ეს იყოს რაღაც 6 პერიოდში და კიდევ მენახე და აქვე სხვათა შორის გაუთვლელად შეიძლება ძალიან მალეც მოხდეს ეს ყველაფერი და კიდე ერთი არკანი მენახე 6 პერიოდს მიჩვენებს, არ ვიცი 6 პერიოდს, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია შესაძლოა აი ამ 3 არკანის კომბინაციით მერვე თვის დაბოლოებას, ანუ აგვისტოს ბოლოსაც თქვენ ამ სიტუაციის უკველდელნელა უკეთესობისკენ წასვლის ტენდენცია დაგნახოთ. მადლობა პირველ ვარიანტს და ნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. ვისთვის არის გაშლა, ვნახოთ. ოხო, ადამიანი. ზომიერება ადამიანი, ბალანსი ადამიანი, ჰარმონია ადამიანი, რომელიც ყველაფერში ეძებს თანაფარდობას, შესატყვისობას, აი ყველაფერი, მოკლედ სასწორის სპინაზე ყველაფერი უნდა იყოს სწორად და ისე 1 გრამი არც იქით არც აქეთ. ადამიანი, რომელიც სულ საჭიროებთ ენერგიის ცირკულაციას, ყოველთვის ანუ მიღება გაცემა უნდა იყოს თქვენში დაბალანსებული, ცალმხრივ სიტუაციაში თქვენ თავს კომფორტულად ვერცერთ შემთხვევაში ვერ გრძნობთ და ამავდროულად თქვენ თვითონაც ჰარმონიის, ბალანსის და ასე ვთქვათ, აი სიმშვიდის მომტანი ხართ სხვა ადამიანების ცხოვრებაში. მაღალი არკანი გასაგებია იმპერატრიცა, ხო, არ ვიცი, ძალიან ისეთი აი მზრუნველი, დედობრივი ენერგიებით თვითკმარი შემდგარი ქალი, რომელსაც ყველაფერი აქვს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელსაც გასიარება სხვა ადამიანებისთვის არ ეზარება. ადამიანი, რომელიც შეიძლება მაღალ პოსტს იკავებდეთ, გქონდეთ საკუთარი ბიზნესი, რაღაცის მმართველი იყოთ საკმაოდ ისეთ თანამდებობაზე და ადამიანი, რომელიც კიდევ ერთხელ განუმეორდები, არაფერს საჭიროებს სხვისგან, ხო, ანუ თვითონ აქვს ყველაფერი პრაქტიკულად დაალაგებულ მოყვარებული. მაშინ მითხარით ესეთ 2 მაღალი არკანით ამოსულ საოცარ ადამიანს რა პრობლემა გაქვთ რეალურად? რა შეიძლება რომ გქონდეთ პრობლემა და მოგვარდება თუ არა და დაახლოებით რა პერიოდში მოგვარდება, ხო, ესეც ვნახოთ. ვნახოთ რა ხდება აქ. აქ სავარაუდოდ მეგობრებო, მამაკაცს უკავშირდება ეს ყველაფერი, ეს მამაკაცი შესაძლოა ფორმიანი იყოს, ბატონება თუ თქვენ მიყურებთ, გადაათამაშეთ ქალბატონზე. აქ არჩევანის თემა, ადამიანის იმ ენერგიებშია დღეს თქვენთან, შესაძლოა გაყრისპირასაც ხართ, ან უკვე გაყრილებიც ხართ, ან სულაც გაყრილ ადამიანს თან გაქვთ ურთიერთობა და ეს ადამიანი ვერ ჩამოყალიბდა რა უნდა. აქ ურთიერთობაზეა ცალსახად საკითხი.
სადაც შიშია, ფოთვია, გადაუწყვეტელი ამბები ძალიან ისე დიდი დოზით არის და თქვენს გაურკვევლობაში ხართ და მოკლედ ვერ გაგიგიათ საერთოდ რა ხდება თქვენს თავს ძალიან ხშირად კონფლიქტური და დაძაბული სიტუაციების მსხვერპლი შესაძლოა იყოთ. მოგვარდება თუ არა ეს ურთიერთობა აუცილებლად მოგვარდება, ოღონდ აქ სხვა ადამიანი შემოვა თქვენს ცხოვრებაში, ეს ადამიანი წავა. და რატო წავა გეტყვით? შეიძლება ვიღაცამ მითხრას, რომ რატო არ ფიქრობთ, რომ ეს იქნება ეს ადამიანი, ეს ადამიანი ვერ იქნება. ნახეთ, თქვენ მოგიწევთ მომავალში ძალიან მძიმე, მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება და დარწმუნებული ვარ, რომ სწორი ვარ, თუმცა ვკითხოთ მაინც არკანებს ვკითხოთ მაინც კი. ძველს აი ამ ასე ვთქვათ, ძველ ურთიერთობებს, რომელმაც ძალიან გატკინათ და რომელმაც კარგი არაფერი მოგიტანათ, ბოლოს და ბოლოს აი ესე დადგებით არჩევანის წინაშე და მიხვდებით, რომ თქვენ სხვა გზა უნდა აირჩიოთ და აუცილებლად ახალ დასაწყისს აირჩევთ ახალ ადამიანთან, რომელიც ასევე თვითკმარი და ძალიან ისეთი სტაბილური ადამიანი იქნება, შეიძლება ოჯახიანიც იყოს, არ გამოურიცხავთ, თქვენ შემოგთავაზოთ ოჯახი. ვანახე სამსჯავროს არკანით რაღაც კარმული ურთიერთობების დასასრულით შეიძლება გქონდეთ. არჩევანი აქ ცალსახად ისევ დაგიდგებათ და ახალი ურთიერთობა დაიწყება. კი ბატონო, მე არასწორად არ მithქვამს. ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში შემოვა, ცოტა გაგირთულებთ ალბათ სამყარო ამოცანას მოგვარების რა გითხრათ, მაგრამ აქ არჩევანის წინაშე დადგებით აუცილებლად ადამიანები თქვენც და ის ადამიანიც, მაგრამ ხელახალი რაღაც ციკლის დახურვა და ახალი ციკლის დაწყება და ყველა შემთხვევაში გექნებათ, სადაც ეს ადამიანი შეიძლება თქვენი იმპერატორი და თქვენი პენტაკლების მეფე გახდეს. ნუ თუ ოჯახი აქვს ეს ცალკეა, მაგრამ აქ ესეთი ინფორმაცია არ მომდის, აქ უფრო დადებით თქვენ სათქვენო სტაბილურ ურთიერთობებს მაჩვენებს, ანუ ოჯახი თქვენთან შედგება, კი. ეს ნუ ეხლა მთლად კალიცო თუ არ წარმოგაცვეს თითზე უკაცრავად, მაგრამ ან თქვენ არ გაუკეთეთ კალიცო, სხვა საფეხურზე, სხვა სტაბილურ ურთიერთობაში გადავა, სადაც ანუ რეალურად როგორ გითხრათ, ხო, აი ერთმანეთთან ძალიან ისეთ ჰარმონიულ კავშირში იქნებით, ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება, ოღონდ არა იმ ადამიანთან ციკლი დასრულდება, იმ ადამიანს თქვენ წარსულს ჩააბარებთ, მეყო რაც მეტკინა, უკაცრავად შენი გზა გქონდეს და მე ჩემი გზა და მოკლედ აბსოლუტურად სხვა ურთიერთობაში განაგრძობთ, ასე ვთქვათ, თანაცხოვრებას, ხო? ცხოვრებას კი არა, უფრო თანაცხოვრებას ვიტყოდი მე. კარგით, რა პერიოდში შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს? ქურუმი ქალი და ვარსკვლავის არკანი, ორი მაღალი არკანი მაქვს. ნუ ჯერჯერობით არ უნდა მთლად ესე გათქმა ამ ყველაფერს, თუმცა არ გამოურიცხავ, რომ ეს სადღაც იყოს 12 თვის მერე 4 თვეში, ანუ სადღაც აპრილის პერიოდში შეიძლება, ბოდიში მაპატიეთ 5 თვეში, ანუ სადღაც მაისის თვეში იყოს, თუმცა ჯერჯერობით ეს ცოტა დროში გაიწელება. მე ასე ვფიქრობ, რომ დროში გაიწელება ასია. ხო, სადღაცა როგორ გითხრათ, აი 10 თვის შუალედში, ან მე-10 თვეს, ან უფრო აი 6 თვის შემდეგ, ხო? 6 თვის შემდეგ გამოდის სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, ხო, აი რაღაცა უფრო შემოდგომის ბოლოს კი არა, წლის ბოლო, ახალი წლის დასაწყისი, აი ამ პერიოდის ინტერვალში, კი, აი 10-იანი მიმეორდება რაღაცა, არ გამოვრიცხავ, რომ და ჯამიც რაც ამომდის და ვკრებ ის 4-იანი და 6-იანი კი ბატონო 10-იანს მაძლევს. ნუ სადღაც აი უფრო ივარაუდეთ წლის ბოლო, ახალი წლის დასაწყისი, აი იმ პერიოდში უფრო გამოიკვეთება ეს კონტურები. მანამდე თქვენს მარტივი გზის გავლა არ გიწევთ მეგობრებო, ჯერ იმ ადამიანთან გექნებათ რაღაცა გარკვეული თემები ჩასახური, დასახური და წერტილი დასასმელი და მე ახალ აბზაც და ახალ ცხოვრების თავს თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად დაიწყებთ. უხრმესი მადლობა მეორე ვარიანტსაც ყურადღებისთვის. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგან ნდობისთვის. დამიწერეთ კომენტარებში, ვის რა საკითხი უფრო მეტად გაინტერესებთ, რომ მეც უფრო იმ საკითხებზე გავამახვილო.
ყურადღება. ახლა კი დაგემშვიდობებით თქვენის ნებართვით. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ნახვამდის.